ელისი საოცრებათა ქვეყანაში თუ გაქვს საკითხული ან ნანახი, აუცილებლად გემახსოვრება ერთ-ერთი პერსონაჟი, შეშლილი მექუდე, Mad Hatter, რომელიც არის ექსცენტრიული, ალოგიკური ქცევები, ქაოტურია და გიჟია რა. ხო და ეს პერსონაჟი კარგად ასახავს იმ სტერეოტიპს, რომელიც იმ პერიოდში არსებობდა მექუდეების შესახებ. ზოგადად მექუდეები შეშლილებად ითვლებოდნენ. აქედან გახდა პოპულარული ფრაზა mad as a hatter and as mad as a hatter. He's mad as a hatter. Honestly, she's mad as a hatter. თუმცა ეს იდიომა და ზოგადად მექუდეების შეშლილობის ამბავი კეროლს არ მოუგონია, ეს ფრაზა მანამდეც არსებობდა. მე-18-მე-19 საუკუნეში მექუდეები იყენებდნენ ვერცხლისწყლის ნიტრატს. აი ეს ისინი რო იყო, რა ქვია, ცილინდრები ძველი ბრიტანული ქუდები, მაგების გასამზადებლად თექა იყო საჭირო და ამ თექაში მატყლის ბოჭკოები რო კარგად შეწებებულიყო ერთმანეთზე, საჭირო იყო ეს ვერცხლისწყლის ნაერთი, ნიტრატი. ეს ვერცხლისწყალი ძალიან მომწამლელი ნივთიერებაა და დიდი ხნის განმავლობაში ვერცხლისწყლის ორთქლის შესუნთქვა იწვევს ნევროლოგიურ და ფსიქიკურ აშლილობებს და ყველაზე გავრცელებული სიმპტომი ამის იყო კანკალი, რომელსაც მექუდის კანკალი ერქვა, Hatter's shake ტერმინიც კი არსებობდა ამისთვის, ასევე ემოციური არასტაბილურობა, გაღიზიანებადობა, ჰალუცინაციები, ბოდვითი აზრები და ამ ყველაფრის გამო მექუდეები საზოგადოებაში ესეთი შეშლილის რეპუტაციით სარგებლობდნენ და აი ესეთი სევდიანი ამბავი უდევს ამ იდიომას საფუძვლად. თვითონ იდიომა საკმაოდ გავრცელებულია, mad as a hatter. He's supposed to be mad as a hatter though these days.